გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი კოდიშვილი გაახლავთ. აი ახლა რომ ვიცოდე რომ პრემიეროვიჩი ჩემს გადაცემას უყურებს, მთელი გადაცემა ფეხზე ვიდგებოდი, მაგრამ ეგ მარტო ბიძინა ჩემს გადაცემას უყურებს, ამიტომ წავალ მე დავჯდები. როგორც იქნა ქართულმა ტელესივრცემ შეძლო და შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც თვით ჩემი პრემიეროვიჩის მედიდურ პიროვნებასაც კი მოეწონა. და რა საოცარი პროდუქტია ეს, ამას თავად მედიდური პრემიეროვიჩი გეტყვით. 20-30 თუ მეკითხებით, თუ გაინდა რა თქმა უნდა ვუყურებ კი და განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის შეფასებები, მისი მოსაზრებები ვუყურებ და ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა იქ ძალიან კარგად ხსნიან და განმარტავენ მთავრობის საქმიანობას, მუშაობას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იქნება კრიტიკაც იქნება ჯანსაღი და ობიექტური შეფასებაც იქნება, ეს ნორმალურია. და თუ სხვების გააკეთებენ მსგავს გადაცემას, ეს მხოლოდ მისამებელი იქნება, რატომაც არა. მე ცირკი ხარ რა რაენა გაქვს კაცო ვინც არ გიცნობს შენ ჩაკრი შენაკო არა და ეხლა რომ ეთქვა საერთოდ არ ვიცი ეგ გადაცემა თვალითაც კი არ მინახავსო და თავია ესე დაეჭირა ვინ იცის კაცო ეგება უცბად გადაესწრო მარგოდა ჩემის რეიტინგებისთვის მაგრამ ვისი რეიტინგიც მისთვის ავტორიტეტულია იმ რეიტინგზე ზრუნავს ის რა პრინციპში რას გადავეკიდე მეც ამ პატიოს ან კაცს უყვარს ეს ბიძინა ჩემი უყვარს და რა ქნას რა გულს ვერ უბძანებ თან ეს სიყვარულიც ბრმაო ამბობენ. ჩემო პრემიეროვიჩ ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ. იცი რა, არ გინდა ხა ამდენი კომპლიმენტები და ქათინაურები. ნუ გაათამამებ, ნუ. ის მაინც არ გაგიგია, ჟობს საყვარელსა უჩვენო საქმისაგმ ირონიაო. ხო და მიდი აბა ხა, ლარი გაამყარე. მეტი მოიზიდე ინვესტორი ჩინეთიდან, ტურისტები შემოყარე, ინფრასტრუქტურა განავითარე, ეკონომიკა აყვავე და ლარი გაამყარე. რაო სერგო? ეთქობა მაგაშიც მართალი ხარ ხა შენ. თქო ბიძინა ჩემისთვის ეს არ არის გმირობა თორემ ხლა ამდენი ხანი დარწმუნებული ვარ თვითონ ირაკლიც იზამდა ამ ყველაფერს. თორე კი ხედავთ ახლა ჟურნალისტებს ჯირყვნის სარამარა და არც ნაცებს აკლებს ყელაკრულას. თქო და როგორ მოვიცეთ რომ ჩვენი მოსაწონი გმირობებიც აკეთოს პრემიეროვიჩმა. მე მე მოვიფიქრე. ყველამ ჩავწეროთ ვიდეო, სადაც მთავრობის ქმედებების ბრწყინვალე ანალიზს გავაკეთებ. აი ისეც რომ პრემიეროვიჩს ბატუტიან საწყლშიც კი არ დაესიზმრება. ხო და ეს ვიდეოები ავტირთოთ ინტერნეტში და დარწმუნებული ვიყოთ რომ ნახავს. სათაურად დავარქვათ 20-30. სერგუნიკო. საყვარელი მინისტრი რო ყავს ერთი ბუთხუჩა, ხო იცი? ხო. იმას უტიტინია თურმე რაღაცეები და ჩამირთ ერთი რა ვიდეო და ჩართე. ჩართე მეთქი დროზე თორემ მოვიდა იცოდი ამუნია. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ვისაუბრეთ ახლა ბევრს არ მოუყვები, შიდა შოკები მადლობა ღმერთს არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები. გადავრჩენილვად მეგობრებო. აი თქვენ რომ ყვიროდით ლარის კურსი 2.20-ია, სინამდვილეში 2.20 კი არა. ეგ არის 2.20-ია. საყარელი ხო 2.20-იას ხა როგორ უნდა გეშინოდეს კაცო. თან ეგ იმიტომ არის ახლა მაღლა ასული რომ დედამ დაუწაღა. ხო და ავიდა შეჭამს და ისევ ჩამოვა. და საერთოდ მშვენიერი მიდგომა აქვს ხადურს. სხვაზე შეიძლება ვცადოთ სხვათა შორის. აი ნატო თუ არ გაგვიღებს კარს არაუშავს, ნატალიკოც გამოჩნდება ვინმე. ინვესტორი თუ არ იქნება არაუშავს. ჩვენ გამოვჭრეთ ქაღალდისგან ბევრ ფულებს და სულ მილიონ და მილიარდ დოლარებს დავაწევთ ზედ. და პროდუქტების გაძვირებაზე რომ ლაპარაკობთ, ეგენი კი არ ძვირდება. ფასი-ფუსები ემატება უბრალოდ, ხო? და ბიუჯეტს კიდევ ამ პრემიებით იმიტომ ჭამენ, რომ ჩასაკლაპი ბიუჯეტი გვაქვს ჩვენ. უტატატა მაგასი, ცაკალელი. შოკუნიები მქონია ხოლო. ხო და მორჩა. თავრობის კრიტიკა აღარ გავიგონოთ თქვენგან დღეიდან. კრინტი აღარ დაძრათ. მხოლოდ ისე, კრინტუნია, ან კრინტიკო. ნოდარ ხადური ამბობს, შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა შოკუნიები, პატარა ინფლაცუნიები, პატარა ფასის მატუნიები და მაქსიმუმ ეკონომიკის დედის ნუნიებიო.
ღარიბაშვილს ეკითხებიან კი, მაგრამ ყოველდღე გადაცემა 20-30 საყურებლად იცლითო და ღარიბაშვილი კიდე პასუხობს, უფ, ვერ მოვიცალო რა, ის კი არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაო. ჩვენ ვაშკაცობა ძველთაგან მოგდევს. ყველამ გაიგოს, ყველა მიცოდეს. მას შენს უწოდე არავაშკაცი, არავაშკაცი თუ გიგიწოდეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2 დღის წინ რუსთავიორის ეთერში დაადასტურა, რომ სწორედ ჯანელიძე იყო ის, ვინც მას საფრანგეთში ხელშეკრულების დადების წინ დაუკავშირდა და შეთანხმებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ან თქვენ არ დაგირეკავთ ის? უპასუხისმგებლო განცხადება კიდევ ერთხელ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაშკაცების საქმე. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა არ იცის რა არის ვაშკაცობა და არ იცის რა არის სპეკულაცია. ახლა მიხვდით რა არის მთავარი ქვეყნისთვის. მთავარია ვინ ვაშკაცია და ვინ არა ვაშკაცი. ხო, თორემ ახლა რაღაც გაიგებ, ეხლა ვინ დაურეკა ალასანიას საფრანგეთში და რა უთხრა. ადრე ბიძინაჩემი მაინც აკეთებდა ხოლმე მინიშნებს ალასანიას პარიზულ კავშირებზე, მაგრამ მე რეიმარაც პირში წყალი ჩაიგუბა არა ვაშკაცურია. ამ სატელეფონ საუბარზე ახლა კიდე რა გითხრათ მე? მისი ჩანაწერი ექნება ვინმეს თუ რა, კაცო? ნაცების გარდა. არანაცებს მარტო იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუ კი ალასანიას მართლა დაურეკეს და თავდაცვის სისტემის მიღებაზე ხელმოწერა აუკრძალეს, ამით მხოლოდ მისი ვაშკაცობა გამოცადეს. ხო? თუ დაუჯერებდა და ხელს არ მოაწერდა, რა ვაშკაცი იქნებოდა, კაცო? და თუ ხელს მოაწერდა, რა ვაშკაცი იქნებოდა? რა ვერ გაიგეთ, კაცო? აი დავუშვათ გზაზე, მიდიხარ და ხედავ, გზის ერთ მხარეს ვაშკაცობა დევს, მეორე მხარეს თავდაცვის სისტემები. რომელს აიღებ? აი მე არც ერთს. ახლა ვაშკაცობას იმიტომ არ ავიღებ, რომ ვაშკაცი ისედაც ვარ და თავდაცვის სისტემას კიდევ იმიტომ არ ავიღებ, რომ თუ ვაშკაცი ვარ, თავდაცვის სისტემა რაღაც ჯანდაბად მინდა. არ გაგიგონიათ ახლა ვაშკაცსა გული რკინისა თავდაცვის სისტემა თუნდაც ხისაო. მოდი რა, კაცო, ვაშკაცები ვიყოთ. და გაგვიჭირდა, არ ვიწუწუნოთ, თავრობამ რაღაცა მიქარა, არ გავაბრაზოთ. საერთოდ ახლა მთავარია ვაშკაცები ვიყოთ და არ მოგ***ია პატრონი, კაცო. ხიზელი თვალით აჭარის საბჭოს მუშაობას მტერმა უყურაო. განაცხადა აჭარის საბჭომ და ბათუმში ჭაჭის კოშკი ჩართო. თუმცა ჭაჭა შადრევნებიდან ჯერჯერობით მხოლოდ შაბათობით 5 საათზე 5 წუთით გადმოვა. აცმაო, კაცო, კოშკური კოშკი. ანა ბიჭოდეს ანბანის კოშკია, რომ წამოჭიმულა იქ და ერთ ასოს არ გადმოგიგდებს სამადლოდ რა. ანდა ისა პიზის კოშკია, კიდევ კოშკი, როდის დაგეცემა თავში, რომ კაცმა არ იცის. ამიტომ გაუმარჯოს ჭაჭის კოშკს. ახლა ჩაუდგათ მაგას გვერდზე კიტრის მწნილის კოშკი, პატარა ყველი პურის კოშკი, აქეთური კეთურის კოშკი და ეგ არის, კაცო. და საერთოდაც ახლა აჭარას დავარქვათ ჭაჭარა, ხო? რა, ცუდი იქნება, კაცო. უბრალოდ ეს 5 წუთით გადმოჭაჭება, ცოტაა მაინც, კაცო. ახლა ნორმალურად რომ დალიოყა სადღერძელოს თქმა ცხო უნდა მოასწრო ნორმალურად და ნორმალურად თუ იტყვი სადღერძელოს მაშინ ნორმალურად დალევას ვეღარ მოასწრებ. ამიტომ გაზარდეთ ჭაჭის დინების ხანგრძლივობა. თორემ 5 წუთით ეხლა თუ იყო ეხლა ჭაჭას ვინ გააჭაჭანებს მანდაც. საერთოდაც ეხლა სულ იდინოს ჭაჭამ ხო? გაუჩერებლა. აი ესე სულ იდინოს. მართალ ეხლა ცოტა ძვირი დაждდება და ეგ სხვა პროექტები მე რო არის ისინი ვეღარ განხორციელდება, მაგრამ ჭაჭა თუ იქნება მუდმივად, აი ეგ სხვა პროექტები და საერთოდ სხვა ყველაფერი. სულ ზე კიდევ ვერ ყველაზე. ეხო. ღარიბაშვილი ეუბნება ალასანიას. ისე შენი და ჩემი ვაშკაცობა რასათქმელია საერთოდ. ვაშკაცობა ის არის, ამდენი წელი შუშის სახლში რომ ცხოვრობდეო. ჭაჭის კოშკის მეთვალყური ამბობს, გავიდა 5 წუთი უნდა გამოვრთოთო და ხალხი ყვირის, რა უნდა გამორთო, წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი.